მოგესალმებით კიდე ერთხელ, ჩვენ დავბრუნდით ტელეკომპანია დროის ეთერში, გადაცემით ომი და მშვიდობა. ჩვენი სტუმარი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გენერალ-მაიორი ბატონი თენგიზ შუბლაძე საუბრობს ახალგაზრდების სამხედრო პროფესიული აღზრდის შესაძლო ვარიანტების განხორციელების შესაძლებლობაზე საქართველოში. გთხოვთ ბატონო თენგიზ. ხო, ესე იგი მე იქ შევწყვიტე ჩემი საუბარი, როდესაც აღნიშნე, რომ სულ რამდენიმე დღის უკან ჩვენთან სამხედრო სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ჩატარდა ამ პროექტის პრეზენტაცია, თქვენც ესწრებოდით მას. იქ იყვნენ მოწვეული ფსიქოლოგები, სოციოლოგები, პედაგოგები, ისტორიკოსები, სამხედროები, ის ადამიანები, რომლებსაც ზოგადად შეხება აქვს ამ პროფესიული ორიენტაციის თემატიკასთან და რასაკვირველია გარკვეულწილად სამხედრო პროფესიული ორიენტაციისა და დაწყებითი სამხედრო მომზადების სფეროსთან. მე არ ვიცი ახლა დღეს როგორ უყურებენ, მაგრამ ჩემთვის მაგალითად მისაღები იყო ყოველთვის ტერმინი სამხედრო პატრიოტული აღზრდა, იმიტომ რომ სამხედრო და პატრიოტი ეს არის ალბათ განუყრელი ცნებები. სიტყვა პატრიოტს დღეს აქ რაღაც კნინობითი დატვირთა. ხო. ჩემ და სამწუხაროდ მე მოვესწარი ამას ხო. ნამდვილად არ არის კარგი, მაგრამ ჩვენ მაგას ვერ უშველით რაღაცნაირად, მე ასე ვფიქრობ, მაგრამ კი ბატონო. ხო, არ ვიცი, იმიტომ რომ სადღაც მაინც პატრიოტიზმი ის რა ვიცი, მე ისეთ სიტყვაა, რომელიც მოიცავს ყველაფერი მას. ანუ მოიცავს ერთი პერიოდი ჩვენი ცხოვრების შინაარსში ადგენდა. რასაკვირველი და მე მგონი დღეს ზუსტად დაკარგა ეს აქტუალობა, რაც რასაც ეს სიტყვა და ეს ერთმა პოლიტიკოსმა ბრძანა, რომ ქართველი პატრიოტი ნიშნავს მე რუსეთს. ხო. ესეც ასე ვთქვათ, ის არის, რა ქვია, დღეს ცუდი ტონია უკვე იყო პატრიოტი და ამიტომ ასე ვთქვათ, ეს ტერმინიც რაღაცნაირად ნელ-ნელა გადადის. ეხლა ჩვენ ამ პრეზენტაციის მომზადების პროცესში რასაკვირველია გავეცანით მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილებას, თქვენ ისიც რომ იქ არის სკაუტების ინსტიტუტი, არის ზოგიერთ ქვეყნებში სამხედრო პატრიოტული აღზრდის ინსტიტუტი და ასე შემდეგ და ზოგადად ესეთი რაღაც ჰიბრიდივით, ანუ მოვარგეთ ეს ყველაფერი ქართულ მენტალიტეტს, ქართულ ისტორიას და აი ასეთი კონცეფცია ჩამოყალიბდა. რამდენიმე სიტყვით ვიტყვი ალბათ რას მოიცავს ეს კონცეფცია. ჩვენ გვინდოდა რომ ზუსტად მიზანი ჩვენი რომ მიმართვისა განათლების სამინისტროსადმი გვინდოდა რომ ცალკე სიპი ჩამოყალიბებულიყო, რომელიც უშუალოდ აი ამ პრობლემით დაკავდებოდა. იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ხდება უსერიოზულუსი პრობლემა ქვეყნისათვის მთლიანობაში საკონტრაქტო ჯარის პირობებში. ამიტომ ჩვენ შეთავაზება გვქონდა ასეთი, რომ ასეთი სიპი შექმნილიყო, რომელსაც შემდეგ რაიონებში, ქალაქებში და ასე შემდეგ ეყოლებოდა ერთი ან ორი წარმომადგენელი, რომელიც შეიძლება ეს ყოფილიყო განათლების განყოფილებაში რაიონის, შეიძლება ეს ყოფილიყო სამხედრო განყოფილებასაც დამატებოდა რაღაც შტატი იმისათვის, რომ რაიონებში უკვე აი ამ შტატს, ამ ადამიანს გაეწია ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობა ამ პროცესის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის. აქ მთავარი ფაქტორი მე წეგანაც აღნიშნე, ჩვენ ვთქვით, რომ ეს აქცენტს ვაკეთებდით ჩვენ მე-10, მე-11, მე-12 კლასებზე. ანუ ეს არის 16-18 წლის ახალგაზრდები და ზუსტად ის ასაკია, როდესაც ადამიანი ახალგაზრდა ყალიბდება როგორც სოციუმის წევრი და მას უკვე შესწევს უნარი რომ პოზიტიური სანამ არ არსებობდა ეს 12 კლასი და 11 კლასი ეს ახალგაზრდები
უკვე ჯარში იყვნენ. კი, დასაკვირველია. ანუ ფიზიკურად ისინი მზად არიან სამხედრო კი ბატონო. და აი ეს ასე ვთქვათ ზუსტად ამიტომ გაკეთდა ასე ვთქვათ აქცენტი აი ამ ასაგზე. შემდეგ მე უკვე აღნიშნე, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ორიენტაცია გავაკეთეთ არა ასე ვთქვათ სავალდებულო პროცესზე, არამედ ვისაც ამის სურვილი ჰქონდა. ხო? ანუ ჩვენ არ ვავალდებულებდით, რომ დაუშვათ სკოლაში არის 30 კლასში არის 30 ბავშვი და 30-ვემ უნდა მიიღოს ამ პროცესში მონაწილეობა. არა, აი აქ არის ზუსტად აი ეს თანამშრომლები, რო გითხარით, მე 1-2 კაცი რაიონში ზუსტად კლასის დამრიგებლებთან, სკოლის დირექციასთან ერთად მათ უნდა ჩაეტარებინათ წინა სამუშაო იმისათვის, რომ გაეცნოთ ზოგადად რა არის სამხედრო სამსახური, რა არის შეიარაღებული ძალები და ასე შემდეგ, რომ ხელი შეეწყოთ ახალგაზრდისათვის, რასაკვირველია, ზოგიერთს ბავშვობიდან, ხო, კინოებიდან, წიგნებიდან და ასე შემდეგ უჩნდება სურვილი რომ გახდეს სამხედრო, მაგრამ ეს ერთეულებია. ზოგადად მე მინდა გითხრათ, რომ დღეს სამხედრო პროფესია არ მიეკუთვნება პრესტიჟულ პროფესიად არ იწყოს. ამიტომ აი ამის გაღვივება იყო. განსხვავებით სამხედრო მენეჯმენტის. აი ეს იყო აუცილებელი ზუსტად აი სამხედრო პროფესიული ორიენტაციის ასე ვთქვათ გაღვივების მიმართულებით, აი ეს სამუშაო იყო გასაწევი. შემდგომში უკვე რასაკვირველია იმისათვის რომ ბავშვი გახდეს ჩარიცხულიყო დაუშვათ აი ამ ჯგუფში, მას გარდა იმისა რომ აქვს სურვილი, მას ამის ფიზიკური შესაძლებლობებიც უნდა ქონოდა, ხო, შესაბამისად, ეხლა აქ ლაპარაკი არ არის, რამდენჯერ აიზიდება ანის, აქ ლაპარაკი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და რასაკვირველია, მშობლებთან მუშაობა იმისათვის, რომ მშობლებმაც ხელი შეუწყონ დაუშვათ აი ამ პროცესში მისი შვილის ჩართვას. ამიტომ ჩვენ ზოგადად ასე გავთვალეთ, რომ ეს იქნებოდა კლასგარეშე პერიოდი, ანუ შაბათი კვირა ძირითადად და კვირაში დაახლოებით 2 საათი თითო ჯგუფზე გამოიყოფოდა. ნუ შესაბამისად შეირჩეოდა საბაზო სკოლა, სადაც სასწავლო მატერიალური ბაზა მოგცემდა იმის საშუალებას, რომ აღნიშნული მეცადინეობები ჩატარებულიყო. და აი შაბათ კვირას დაახლოებით 10-დან 2 საათამდე ასეთი ტიპის მეცადინეობები ჩატარდებოდა. საერთო ჯამში ჩვენ რო დავთვალეთ, წელიწადში ეს გამოვიდა 64 დღე, 64 საათი. შემდეგ ჩვენ მე გითხარით პირველ ნაწილში, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა დაგვემყარებინა კონტაქტი თავდაცვის სამინისტროსთან. იმისათვის, რომ ჩვენ გვინდა, რომ ყოველი სასწავლო წლის ბოლოს, დაუშვათ აი ზაფხულის სარდადეგების პერიოდში, სადღაც 2 დღიანი, 3 დღიანი, ასე ვთქვათ, საველე ბანაკად გასვლა ამ ახალგაზრდების იმისათვის, რომ ისინი მათ თავისი თეორიული ცოდნა გარკვეულწილად მიუახლოვონ რეალობას და პრაქტიკას. აქ ისინი ისწავლიდნენ დაუშვათ დამიზნების ელემენტებს, სროლა და ასე შემდეგ, ადგილზე ორიენტირება, დღე, ღამე, საველე ბანაკების გაშლა და ასე შემდეგ, ანუ ძალიან ისეთი საინტერესო 2-3 დღიანი შეკრება გაკეთდებოდა დაუშვათ თავდაცვის სამინისტროს რომელიმე სასწავლო ცენტრის ბაზაზე. და აი ესე იგი, სწავლის ხანგრძლივობა ჩვენ დავგეგმეთ 2 წელიწად ნახევარი. ანუ მე-10 კლასი, მე-11 კლასი და მე-12 კლასის პირველი მე-4-დი, იმისათვის რომ შემდეგ უკვე მიდის მზადება გამოსაშვებისთვის და ასე შემდეგ. და აი ეს პერიოდი ზუსტად ეს დაახლოებით გამოდიოდა მთლიანად 200-250 საათი თავისი. ანუ გაცილებით მეტი, ვიდრე რეზერვს ამზადებდნენ რამდენიმე წლის წინ საქართველოში. რასაკვირველია. უცნაური პროგრამის შესაბამისად. იქ იყო 6 დღიანი, მე მგონი, მე 3 დღიანი და ასე შემდეგ. ანუ სერიოზული პროგრამა გამოდიოდა, თან ისეთი ინტენსივობა იყო ამ მეცადინეობის, ისეთი საგნები იყო, აი მათ შორის იყო დაუშვათ ომების ისტორია, რომ
ჩვენს მოსწავლეებს კი ისინი საქართველოს ისტორიას გადიან, მაგრამ განსაკუთრებულად ხაზი გაგვესვა ომების ისტორიისათვის. აქ იყო უსაფრთხოების საკითხები. დღეს მე რამდენადაც ვიცი, ეს საგანი ისწავლება სკოლაში, მაგრამ მას აქვს ძალიან ისეთი ზოგადი დატვირთვა. აქ იქნებოდა დამუშავებული თვითდახმარებისა და დახმარების საკითხი, ანუ სამედიცინო მიმართულებით. ასევე ელემენტები ტოპოგრაფიის მეწერანაც ვახსენე, ორიენტირება ადგილმდებარეობაზე, დღე, ღამე და ასე შემდეგ. საინჟინრო მომზადების რაღაც ელემენტები, ბავშვები სანგრებს გათხრიდნენ ინდივიდუალურს თუნდაც კავშირგამულობის და აი ესეთი ზოგადი გარდა ამისა ნორსროლებზე მივილაპარაკე სასეცკლე მომზადებაზე ზოგადად და აი ესეთი საინტერესო და დატვირთული, ასე ვთქვათ, პროგრამა იქნებოდა შეთავაზებული. და შემდეგ რა საკვირველია, ისინი მიიღებდნენ გარკვეულ სერტიფიკატს, ანუ 2 წლინახევრის შემდეგ გარკვეულ სერტიფიკატს, რომელსაც ჩვენ ასე ვქონდა გათვლილი, რომ ხელს მოაწერდა განათლების მინისტრიც და თავდაცვის მინისტრიც და ეს გარკვეულწილად იქნებოდა დაუშვათ იმ ახალგაზრდასთვის სამხედრო ცხოვრებაში საშვირო იტყვიან, ხომ? მაგრამ იმისათვის, რომ ეს პროგრამა კიდევ უფრო საინტერესო გამხდარიყო, ჩვენ გარკვეული მექანიზმები შევიმუშავეთ იმისათვის, რომ დაინტერესება უფრო გაზრდილიყო მოსწავლე ახალგაზრდობაში და მშობლებისთვისაც რასაკვირველია. პირველი ეს იყო ეს შეთევაზება არის და ამას შემდგომში რასაკვირველია თუ ეს გაზიარებული იქნებოდა ჩვენ ამას საკანონმდებლო ინიციატივის სახეც უნდა მისცემოდა. ეს გახდათ ის, რომ თქვენ თუ გახსოვთ კადეტთა კორპუსი იყო, ადრე ლესელიძის სკოლა იყო, ხომ? სადაც იქ დაახლოებით ამ ტიპის არ იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მიზანი ეს ჰქონდა და მის კურსდამთავრებულებს უფლება ეძლეოდათ უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში, ასე ვთქვათ, კონკურს გარეშე ჩარუცხლიყვნენ. წარმატებული დამთავრების შემთხვევაში. დიახ, წარმატებული დამთავრების შემთხვევაში აქ მე ხას უსვამ, არა უგამოცდოდ, არამედ უკონკურსოდ. ანუ თანაბარი პირობების შემთხვევაში, თუ თქვენ დაუშვათ ეს სერტიფიკატი მიღებული გაქვთ და მე არა მაქვს, თანაბარი პირობების შემთხვევაში თქვენ ჩაირიცხებით, მე ვერ ჩავირიცხები. ანუ აი ესეთი და კიდევ ერთხელ ხას უსვამ, აქ ლაპარაკი იყო სამხედრო უმაღლეს სასწავლებლებზე. ჩვენ შემთხვევაში ეს გახლავთ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული აკადემია. მეორე რაც გვინდოდა ჩვენ ასევე ჩაგვედო, ასე ვთქვათ, წახალისების, დაინტერესების კუთხით ეს გახდათ ის, რომ აი ამ ვინც ამ კურსს წარმატებით გაივლიდა და ამ სერტიფიკატს მიიღებდა, მათ ექნებოდათ პრივილეგია საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვასთან დაკავშირებით. და ასეთ შემთხვევაში ეს სხვათაშორის ძალიან მძიმე თემაა, რამდენადაც მე ვიცი, საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვა არის გართულებული სხვადასხვა სუბიექტური მიზეზების გამო. ისევე როგორც ამ საკონტრაქტო სამსახურში მყოფების გაგზავნა გართულებული სხვადასხვა მისიებში იმავე სუბიექტური მიზეზების გამო. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ქვეყნისთვის იქნებოდა ძალიან სწორი და ძალიან, ასე ვთქვათ, პოზიტიური გადაწყვეტილება. მესამე, ისე უბრუნდები ორგანიზებული რეზერვის თემას, აქ ორი აზრი არსებობს, თქვენ წეგარაც აღნიშნეთ, რომ საკმარისია საათების რაოდენობა და ზოგადად ის ცოდნა და გამოცდილება, რასაც ისინი მიიღებენ აი ამ კურსის გავლის 2 წლინახევრის განმავლობაში, რომ ისინი ავტომატურად ჩაირიცხონ აი ამ ნებაყოფლობით ორგანიზებულ რეზერვში. და შესაბამისი უკვე მერე იქ გარკვეული პერიოდებით რაღაც თანამდებობასთან მიმართებაში გაიარონ გადამზადება. და ჩვენი სურვილი იყო, რომ ასეთ ადამიანებს მიცემოდათ პრივილეგია ძალოვან სტრუქტურებში ჩარიცხვის პირობებში. ბატონო თენგო, აი თქვენის აზრით რა განათლების ადამიანს უნდა წაეკითხა ეს, რომ დაახლოებით მიმხვდარიყო რაზეა ლაპარაკი?
წერილს უბრუნდებით ახლა. იმ ადამიანმა ვინც მოაწერა ხელი ახლა თქვენს პასუხს არა, ნუ აშკარად ჩანდა რომ სხვის მაგივრად აწერდა ხელს. კი. და თან რა არის ის მე მაგალითად ამ წერილს როდესაც ვაგზავნიდი, მე იმედი მქონდა რომ ეხლა ნუ ყველაფერს რო თავი დავანებოთ სამხედრო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტია ხომ? მე ჩემი რეგალიები მიუთითე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გენერალ-მაიორი. მე მაგალითად მიმაჩნდა რომ გასაუბრების დონეზე მაინც, იმიტომ რომ მე ბევრი გამიგზავნია ასეთ წერილები, მათ შორის თქვენ გახსოვთ უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოშიც, იქ იმას მაინც ასე ვთქვათ, აკეთებდნენ რომ გასაუბრებას გირეკავდნენ, გთხოვდნენ მისულიყავი, შემდეგ რა მოყვებოდა, რა მოყვა შედეგად არაფერი, მაგრამ პრინციპში ხო, გასაუბრების იმას მაინც იგებდნენ, რა გინდოდა შენ ხომ მათგან. და აქ სამწუხაროდ ესეც არ მოხდა, იმიტომ რომ და თან ისეთი რაღაც არ ვიცი, ცინიზმი დავარქვა ამას თუ რა, ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ მოსწავლე ახალგაზრდობის პროფესიული ორიენტაციის საკითხებს და ახლა მე რაღა დამჩნევდა გარდა იმისა, რომ ასე ვთქვათ, მიმდობოდი და მათ პასუხს. ხო, ამიტომ მე მეგონა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ვიღაცა დაინტერესდებოდა ამ თემატიკით, ალდა კონსულტაციას მაინც გაევლიდა თუნდაც, კაი შეიძლება დაუშვათ მე შემეშალა და მათ მივწერე და არა თავდაცვის ვიღაცას ხომ და თავდაცვის სამინისტროსაც შეხმიანებოდა დაუშვათ ხომ, რა არის ეს, რასთან არის საუბარი, რა უნდა ამ კაცს დაუშვათ და მოდი შევხვდეთ, დაველაპარაკოთ, მოусმინოთ, მაგრამ რატომღაც ალბათ არც დროის დეფიციტიც არის, პლუს ალბათ პროფესიონალიზმის ამ მიმართულებით საუბრობ მე დეფიციტის არის და ეს გამოვიდა იმ ხელისშემშლელი პირობები იმისა, რომ ეს პროექტი ასე ვთქვათ ჯერჯერობით ქაღალდზე დარჩენილიყო. რაც ძალიან სამწუხაროა ბატონო თენგო, ამას პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ თუ გადავხედავთ თანამედროვე განვითარების ტენდენციას, სხვადასხვა სამხედრო აქტივობების განვითარების და კვალობაზე. ჩვენ ფაზიდან ვართ ამოვარდნილები. ესეთი ისამაგ დღეს სასწრაფო ზომების მიღება რო გახდეს საჭირო, სამწუხაროდ სახელმწიფო ვერანაირ ზომას ვერ მიიღებს და დაგვრჩება მხოლოდ ის, რაც ტელეეკრანებიდან გვესმის, ანუ სიტყვების, ასე ვთქვათ, თამამი გასროლა სხვადასხვა მიმართულებით და სინამდვილეში რეალურად ამის უკან არაფერი დგას. მე ერთ ხაზს გაუსვამდი ერთ ვითარებას, რომელიც ძალიან მენიშნა, რატო დადგა ეს თემა, იმიტომ რომ წავიდა ლაპარაკი პროფესიული ჯარისთაობაზე. თქვენ იცით, რომ ახალ დროში, უახლეს დროში უпроსწორად, პროფესიულ არმიებთან დაბრუნება განაპირობა ერთმა ტენდენციამ პირველი მსოფლიო ომის მერე. ეს გახლდათ იტალიელი გენერლის დუეს ნაწერები, რომელიც ავიაციის გამოყენებას ეხებოდა და ფულერის ნაწერები, რომელიც სატანკო არმიების გამოყენებას ეხებოდა. მაშინ ჩანდა, რომ ომმა მიიღო ისეთი ხასიათი და ტექნოლოგია იმდენად განვითარდა, რომ მცირე არმიებს შეუძლიათ, ესე იგი, სახელმწიფო ამოცანების შესრულება და სახელმწიფო გაათავისუფლონ, თქვათ იმ ტვირთისაგან, რასაც მასობრივი არმიები ქვია. მეორე მსოფლიო ომმა აჩვენა, რომ ეგ იყო ბლეფი. და დღეს, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ პროფესიულ არმიაზე, პირველ რიგში მხედველობაში უნდა იყოს მისი მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა, რაც ჩვენს პირობებში ასევე არის ბლეფი. ამიტომ მთლიანად ეს კონცეფცია არის არასწორი, მაგრამ გაუშვი პოლიტიკური ელიტა ამას ირჩევს. და მაშინ რას დებს იმის საპირწონედ და ეგ მართლა სერიოზული საკითხია, რომ ეს არმია არ იქცეს უბრალოდ ხორცის საკეპ მანქანაში გასატარებელ მასალად. და აი ამ დროს რეზერვი მით უმეტეს, რაც უფრო ადრეული ხნიდან იწყება მისი ისა მომზადების და მეტიც ეს თქვათ არ დააწევოდა თავდაცვის ბიუჯეტს იმდაგვარად, როგორც შეიძლება დააწოვოდა სხვა შემთხვევაში, რომელიც ჩვენ გახსოვს დაახლოებით
რამდენი მილიონი არ მახსოვს დაიხარჯა იმ 18 დღიან რეზერვებზე თუ 6 დღიან რეზერვებზე და რა მივიღეთ. ბრძოლის ველზე გაყვანილი სასაკლაოში დავტოვეთ ადამიანები, რომლებსაც ილუზია ჰქონდათ, რომ მზად იყვნენ. ამიტომ ახლა ჩვენ დაახლოებით წუთი ნახევარი გვაქვს კიდე და მე ასე შევაჯამებდი ამას ყველაფერს, რომ ის ვინც აი ასე გადამისამართება გააკეთა. თავი დავანებოთ ის რამდენად სწორია იქ ყველაფერს დავანებოთ. აი ესე გულგრილად უბრალოდ ტექსტი წაიკითხეს, შეიძლება არც წაიკითხეს, უბრალოდ თქვენ წერილს უპასუხეთ, არა. გაუტოლდნენ თავიანთი აი მოქმედებით სამხედრო კი არა, სახელმწიფო დანაშაულის რანგში გადის ეს ყველაფერი. ისევე როგორც ბევრი ჩვენი მოხელის მოქმედება, როდესაც ის ფიქრობს, რომ რაღაცა განსაკუთრებულს აკეთებს და სინამდვილეში სახელმწიფო მიყავს სრული განიარაღებისაკენ. თქვენ ხარ დაამატებდით 1-2 ფრაზით რამეს და დამშვიდობ. მე მინდა ბატონ დავით მაინც იმედი მაქვს, რომ ამ გადაცემას ნახავს ვიღაცა ყოველ შემთხვევაში, რომელიც გინდა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, გინდათ განათლების სამინისტროს წარმომადგენელი და რა ვიცი, იქნებ გაუჩნდეს ვინმე სურვილი, რომ ეს პრეზენტაცია ნახოს. მაგას შემიძლია პირდაპირ გითხრათ, იმედი მომგიშალოთ ხმერთ. არა, ხო შემიძლია უსურვო ჩემ თავს, ამას მინდა მიშლის. ბატონო. დღეს ამით ჩვენი გადაცემა დამთავრებულია. მადლობთ რომ იყავით ჩვენთან. მადლობთ.